ნათელა იანქოშვილი ქართული სახვითი ხელოვნების ლეგენდაა. ყოველი მისი გამოფენა მუდამ არის დღესასწაული და განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებული ძალით იზიდავს. ნათელა იანქოშვილი ერთნაირად გამორჩეული ოსტატი იყო ფერწერასა თუ გრაფიკაში. ამჯერად მისი ამ შესანიშნავი ნამუშევრების ნახვა წინანდალშია შესაძლებელი. წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში ნათელა იანქოშვილის ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან არის წარმოდგენილი. საინტერესოდ აწყობილი ეს ექსპოზიცია Silk Hospitality-ის ორგანიზებით შედგა. ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი ხელოვანის ნათელა იანქოშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ფერმწერისა და დაზგური გრაფიკოსის გამოფენა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ნათელა იანქოშვილის ნამუშევრების სხვადასხვა კოლექციებიდან შეკრებილი ექსპოზიცია. ამ შემთხვევაში 9 სხვადასხვა კერძო კოლექციონერი იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, თანამშრომლობითი პროექტის გამზიარებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახლ-მუზეუმის კონცეფციისთვისაც, რომელიც თანამშრომლობაზეც არის ორიენტირებული და ასევე საგანმანათლებლო პროექტებზე, უცხოელებთან ურთიერთობაზე, სხვადასხვა სტუმრების მასპინძლობაზე, რომლებსაც კვლევითი პროექტების და ასევე ვიზუალური ხელოვნების დათვალიერების საშუალება მიეცემა ხოლმე წელიწადში დაახლოებით 3-4-ჯერ. მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ტიპის კერძო კოლექციონერებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის პროექტებში, რომ სხვადასხვა მიმართულებები ერთი და იგივე ხელოვანის კარგად ჩანს ხოლმე სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ნამუშევრები. წინანდლის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან რამდენიმე შედევრი არსენ შურღაიას კოლექციიდანაც გახლავთ. იგი ცნობილი ოფთალმოქირურგია და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით არის გატაცებული. ამბობს, რომ ნათელა იანქოშვილი მისი რჩეული მხატვარია. იანქოშვილი ერთ-ერთი ჩემი გამორჩეულად საყვარელი მხატვარია. ზოგადად მიყვარს კახეთი და ეს ასე ვთქვათ შესაძლებლობა არ გამოვტოვე, რომ ჩამოცულიყავი წინანდალში ამ გამოფენაზე. და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ასე ვთქვათ იანქოშვილები სულ სხვანაირად გამოიყურება, ბევრად უფრო ლამაზად ამ სივრცეში, ვიდრე თუნდაც ჩემთან სახლში კედელზე. ნათელა იანქოშვილის განსაკუთრებულ ოსტატობაზე საუბრობს ხელოვნების ისტორიის დოქტორი ნანა ყიფიანი. სწორედ მან მოამზადა საზოგადოებისათვის საინტერესო სათქმელი ნათელა იანქოშვილზე. მისი ამ ტექსტის გაცნობა დამთვალიერებელს იქვე ექსპოზიციის ერთ-ერთ კედელზე შეუძლია. ნანა ყიფიანი ამბობს, რომ ნათელა იანქოშვილი იყო პირველი მხატვარი ქალი, რომლის პერსონალური გამოფენაც საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა და რომ მის ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა გალერეა თუ სახელოვნებო ბაზრობა მასპინძლობს. პირველ რიგში რაც ვიცოდი და ეხლაც მგონია რომ სწორია ნათელა იანქოშვილთან დაკავშირებით არის ის, რომ მართლა ესეთი რაღაც ბედის წყალობდა ქართულ მხატვრებში, ქართულ ქალ მხატვრებში, იმიტომ რომ ჩვენ ყავს მთელი პლეიადა არაჩვეულებრივი ქალი მოდერნისტებისა, ყავს მისი თაობის მხატვრებიც, რომლებიც რაღაც ისე მოხდა ამ ხელოვნების ისტორიაში და ქართული კულტურის ისტორიაში, რომ საერთოდ უკანა პლანზე დარჩნენ და არ არიან აი ესეთი პოპულარულები, როგორც ნათელა იანქოშვილია. ნათელას ნამდვილად ბედება გაუღიმა და 1960 წელს წარმოიდგინეთ, ეს არის აი ესეთი საკმარისად მძიმე წლები, ეროვნულ გალერეაში მისი პერსონალური გამოფენა კეთდება. აი ამ დროს ყალიბდება მისი ენა. მისი ენა, რომელიც აი ესეთი პოპულარული ხდება უკვე შემდგომ 2010-იანი წლებში, ის როცა უკვე თვითონ უკვე 3 წლის გარდაცვლილია, მას გარკვეული რიგის კურატორები გატაცებულები არიან მისი შემოქმედებით, როგორც ქალი მხატვრის შემოქმედებით, რომელსაც თავის საკუთარი ენა აქვს, თავის საკუთარი ხედვა აქვს, დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და ცდილობენ, რომ აი პოპულარიზაცია გააკეთონ და ეს მოხდა კიდეც. თუმცა მას ადრეც საკმარისად დიდი სახელი ჰქონდა საბჭოთა წლებში და მას შემდეგ, მაგრამ აი ახლა მოხდა ისე, რომ ის რაღაც უცხოეთში გაიტანეს, რამოდენიმე უცხოური გამოფენა მოეწყო. შეამჩნევდით გამოფენაზე, ხო, რომ ჭარბობს ძირითადად შავი და მწვანე ფერები. და ეს არის რაღაც გარკვეულ განსაკუთრებულ ექსპრესიას ქმნის, ხო, რომელიც აი რაღაც განსაკუთრებულ გამომსახველობას, რომელიც ზემოქმედებს მაყურებელზე, ეს არის და ეძახიან ამას ექსპრესიონისტულ ენას.
ნათელა იანქოშვილის გამოფენამ წინანდლის მამულში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ გამოფენის შესახებ გავიგეთ ჩვენი ძალიან ახლობლების მიერ, რომლის დედის პორტრეტიც არის აქ გამოფენილი, ჩემგან ხედავთ. ხატვრის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი ალბათ ყველა მიცის რომ უფრო ფერები არის. ბუნების განსაკუთრებით აღქმა შეუძლია. ჩემთვის ნათელა იანქოშვილი მინდა გითხრა რომ წიგნებთან არის დაკავშირებული. ის გარდა იმისა რომ ფერმწერი იყო, ძალიან კარგი ილუსტრატორი იყო, ბევრი წიგნია გაფორმებული, მათ შორის ვეფხისტყაოსანი. პირველი მისი ნამუშევრები ალბათ წიგნებში ვნახე. სანამ პატარა ვიყავი და სანამ გავიზრდებოდი და სანამ საერთოდ დავინტერესდებოდი ვიზუალური ხელოვნებით. და მე ეს ყველაფერი უკვე გამოფენებზე ნახე მისი ნამუშევრები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება სხვა ავტორებისაგან. არ მიყვარს იმის თქმა, რომ ხალი ავტორია და ამიტომ არა, მაგრამ აი მისი ნამუშევრები აშკარად ძალიან ბევრ ქალურ ელემენტს შეიცავს. და აი მისი ესეთი უცნაური ფეცექვიეგეთ საღებავს, ეს მწვანე, რომელიც ცოტა შეიძლება ითქვას, რომ ცოტა შხამიანი საღებავი, რომელსაც არავინ არ ხმარობდა მანამდე, რომელსაც ეს რეალურად ამ ფერწერულ ამოცანას ძირითადად წყვეტს ხოლმე, იყო განსხვავებული, მნიშვნელოვანი და ასევე დარჩა. რეალურად ეს არის მხატვარი, რომელსაც ალბათ არ შეიძლება რომ მისდევდე, არ შეიძლება რომ გაიმეორო, არ შეიძლება რომ მისი მიმდევარი გახდე. ამით არის გამორჩეული ნათელა იანქოშვილი. გამორჩეული ფერმწერის, გრაფიკოსისა და ილუსტრატორის ნათელა იანქოშვილის ნამუშევრების ხილვის შესაძლებლობა წინანდლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქართული მხატვრობის მოყვარულებს 13 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.